Ეტალურად არის მიმოხილული ბრალდებები, დაცვის მხარის პოზიციები და მთავარი დასკვნა, რაც გაკეთდა არის ის, რომ პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის კერძო ინტერესების სამსახურშია. დღეს ამაზე საუბრობდა თავად ჩვენი სტუმარიც. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ხაზზე. ყველა ვნახეთ დღეს სასამართლო პროცესი, სების დირექტორის თურნავას გამოკითხვა, ექსპერტის გამოკითხვა, ასე შემდეგ. ვისაუბროთ ამ დეტალებზე, დავიწყოთ ნათია თურნავას გამოკითხვით. თქვენი კომენტარი იყო, რომ ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რომ ყველა ინსტიტუტი ჩართო ამისთვის საქმეში და მათ შორის თურნავაც არის ამის ყველაფრის ნაწილი. გისმენთ, რა სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით. ნებისმიერი დამოუკიდებელი მხარისთვის საერთოდ რომს არ იყოს იურისტი ძალიან მარტივი არის საქმის არსი. საქმეში რომელშიც არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება, არც ერთი დოკუმენტი, რომელიც რაიმენაირად გაამყარებდა ამ საქმეს. მთელი საქმე ფუძდება ივანიშვილის ზეპირ ჩვენებაზე და ასევე მის თანამშრომლების მიერ ქართულ ბანკის მიერ ზეპირ ჩვენებებზე. თუმცა დოკუმენტები თვითონ ქართულ ბანკიდანაც კი არანაირად არ აჩვენებს და არ ასახავს იმას, რომ ივანიშვილი რამენაირად იყო ინვესტორი ამ პროექტში. მეცაც გეტყვით, იგივე ეროვნულ ბანკს, როდესაც იშველიებენ, ეროვნულ ბანკის დოკუმენტების მიხედვითაც კი დგინდება, რომ 2015 წელს, 2016 წელს ქართულ ბანკმა არ შეატყობინა ეროვნულ ბანკს ივანიშვილის რამენაირად მონაწილეობაში ამ სესთან დაკავშირებით. მათ უბრალოდ დაჭირდათ ეს ფაბრიკაცია 2023 წელს ვითომ და მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მოკვლევა, შემდეგ გამოითხოვა სასესხო დოკუმენტაცია ქართულ ბანკიდან და ასევე წერილი, ანუ დოკუმენტი ქართულ ბანკიდან, რომელშიც წერია, რომ ივანიშვილი ყოფილა ამ სესში თურმე ინვესტორი. და ნათიამ თურნავამ თქვა, რომ სწორედ ამ წერილის საფუძველზე ჩვენ დავადგინეთ, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორიო. იმიტომ რომ როდესაც ვკითხეთ, თუ არსებობდა რამე სხვა დოკუმენტი, რომელიც რამენაირად მიუთითებდა ივანიშვილის ინვესტიციაზე, მან უბრალოდ თქვა, რომ არ აქვს მსგავსი დოკუმენტი, უბრალოდ იმის გამო, რომ სესხი იყო რისკიანი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ინვესტიციაო და შემდეგ ქართულ ბანკის წერილის საფუძველზე დავადგინეთ, რომ ეს იყო ივანიშვილის ინვესტიციაო. მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკმა ასევე თქვა, რომ ჩვენ ადრეს მსგავსი გადაწყვეტილება გამოგვიტანია რომელიღაც სხვა ბანკის მიმართებაში. თუმცა, როდესაც ჩავეკითხე, იქ უბრალოდ რომელიღაც სესხი დააკვალიფიცირეს როგორც ინვესტიცია, თუმცა ბანკის ინვესტიციად. ანუ არც ერთი შემთხვევა ჩვენი ქართული ეროვნული ბანკის ისტორიაში, ანუ ყველა ბანკს არეგულირებს ეროვნული ბანკი მოგეხსენებათ, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ რაიმე სესხი დაუკლასიფიცირებიათ როგორც ბანკის ბენეფიციარული მესაკუთრის ინვესტიცია. კი ბატონო, ასევე მინდა გკითხოთ ბატონ გიორგი, უშუალოდ ექსპერტთან დაკავშირებით ქალბატონი ასმათ მატუშევსკაია, რომელმაც ჩანაწერში, რომელიც თქვენ წარადგენთ მტკიცებულების სახით დაასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ მოიცნო და შესაბამისად მისი თქმით ეს არ არის ავთენტური. მართალია თქვენ ამბობთ, რომ ევროპაშიც გერმანიაში გაქვთ გაგზავნილი ექსპერტიზაზე ეს ჩანაწერი და ელოდებით თქვენ გერმანიიდან პასუხს, მაგრამ აი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ბრას დაადასტურებდა რეალურად ეს ჩანაწერი, რას ადასტურებს ეს მინდა გკითხოთ. ეს არის 10 წუთიანი ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ მე ივანიშვილს ვთხოვე ქართულ ბანკიდან სესხის აღება და ივანიშვილი მეუბნება ამაზე ნაწილობრივ დასტურს მიცხადებს და საუბრობთ ამ სესხის რისკებზე. რომ მე დაუშვათ თელ ჩემს ქონებას იმ დროისთვის რაც გამაჩნდა რისკად ვდებდი ამ საქმეში, იმიტომ რომ მე მჯეროდა ამ საქმის და შესაბამისად მე აუხსნიდი ბანკის დირექტორს დამატებითად თუ რატომ იყო ეს ასე ვთქვათ სესხი არ იყო ძალიან რისკიანი. ამავდროულად დავაზუსტებ ერთს ბატონ გიორგი, ანუ ეს ლაპარაკე ნატოს. კი, ერთს, ანუ ეს ჩანაწერი გაკეთებულია სანამ უშუალოდ სესხს მოგცემდათ მანამდე, ხო, როგორც ხვდები? კი, რა თქმა უნდა. სანამ სესხს მომცემდა, ანუ მთელი ჩვენი მოლაპარაკება რეალურად, რაც კი ამ ჩანაწერში არის ნასაუბრები, იგივეს ადასტურებენ დოკუმენტები, ზუსტად იგივენაირად გაეცა სესხი. მეცაც გეტყვით, ამას აქამდე არ ვამბობდი, იმიტომ რომ ისინი 1000-გვარ ისტორიას იგონებდნენ და მოღარგებდნენ თავის შენებას ამას. მეცაც გეტყვით, ამ ჩანაწერის დღეს დამტკიცდა სესხი.
ანუ ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი კი ბატონო მართალი იყო თქო და დაახლოებით საუბარს ადასტურებს შინაარს, უბრალოდ მე შემდეგ გადავიფიქრე სესხის მიცემა, ბანკმა გადამარწმუნა, რომ სესხი მიმეცაო, შემდგომ გიორგისაც ეს აუხსენიო, გიორგი მომიბრუნდა შემდეგ და შემეხვეწა რამენაერად გადამარჩინე და იგებ შენ შემოხვიდე ინვესტორად და მეც დავთანხმდი ამასო. თვითონ როგორც ამას ყვება, ეს გრძელდებოდა დღეები, მაგრამ ეს დღეები ვერ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ საუბარი რადგანაც ჰქონდა, იმ დღესვე მიიღო კომიტეტმა გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საუბრის მერე მე წავედი ბანკში, აუხსენი ქალბატონ ნატოს ამ სესხის მეტი დეტალები და მან მოითხოვა ამ დროს დამატებითი მოგების წილი ამ სესხიდან. რაზეც მე დავთანხმდი და ეს მოგების წილის როგორც სესხი ჩავასესხე, ისევე ეს მოგების წილი რაც იყო ეს თანხა დაახლოებით $9 მილიონი, მე თანხად მიუტანე ქალბატონ ნატოს ქართულ ბანკში. ამ თანხის მიღებასაც არ უარყოფს ქალბატონი ნატო. უბრალოდ შემდეგ უკვე ურცხვად აცხადებს, რომ ეს თანხა გიორგი მომიტანა, მე საერთოდ არც ვიცოდი რისი თანხა იყო და არც ივანიშვილისთვის არ შემიტყობინებია, იმიტომ რომ მე მის თანხებს ისედაც განვაგებდი და არ ჩავთვალე ეს საჭიროთო. ივანიშვილს მე მეგონა რომ იცოდა ისედაც რისი თანხაო. ანუ ნატო ამბობს რომ $9 მილიონი ჩემგან ქეშის სახით მიიღო ბანკში და ამის შესახებ არც არავის არ შეატყობინა. კი ბატონო, ბატონ გიორგი, ერთსაც ვიკითხავ. წარმოიდგინეთ უბრალოდ, ანუ ყველანაირ ფაქტს ამახინჯებენ თითქოს და სათავისოდ, მაგრამ არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს, არც ერთი რომელიც მათ ნარატივს რამე დაამტკიცებს. კი ბატონო, ბატონ გიორგი, ერთსაც ვიკითხავ. აი ეს ჩანაწერი თქვენ გააკეთეთ ფარულად, ანუ ივანიშვილმა იცოდა რომ ეს საუბარი თქვენი იწერებოდა და აი თუ კი რა იყო მიზანი მოკლედ რის გამოც თქვენ გადაწყვიტეთ რომ ჩანაწერი უნდა განგეხორციელებინათ. мотивация რა გქონდათ? მე მობილურზე ზოგადად მეწერა ჩამწერი პროგრამა, რომელიც ყველაზე არც იწერდა. მოგეხსენებათ, მე ძალიან დიდ ფონდს მართავდი, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა მქონდა. ვიყავი 26 წლის და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, არც თუ ისე კორექტულ შემოთავაზებებს ვიღებდი. იმის გამო, რომ არ ყოფილიყო მომავალში რამე პრობლემა, მე თავის დაცვის მიზნით უბრალოდ მეყერა ტელეფონზე ჩამწერი. ივანიშვილმა ამ ჩაწერის შესახებ იცოდა, იმიტომ რომ მას, როდესაც შეექმნა პრობლემა კრედიტსვის ბანკში, მე სწორედ როდესაც დამიკავშირდნენ ამ ბანკის თანამშრომლები და დანაშაულებრივი გზით ცდილობდნენ რომ ასე ვთქვათ შეეფარათ ეს დანაშაული სხვაგვარად და ჩვენზე გადმოებრალებინათ, მე ეს ჩანაწერებიც ჰქონდა და ივანიშვილმა იცოდა ამის შესახებ, რომ მე მსგავსი პროგრამა მეყენა ტელეფონში. შეიძლება დეტალურად პროგრამის სახელი არ იცოდა, მაგრამ ამის შესახებ იცოდა, ეს არ იყო ივანიშვილის სათვალთვალოდ დაყენებული პროგრამა, ეს პირიქით იყო ჩემი ინტერესების და მათ შორის ივანიშვილის ინტერესების დასაცავად დაყენებული პროგრამა. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ვისგანაც ყველაზე ძალიან ველოდი რაღაც ცუდ საქციელს არავინ არაფერი არ და ივანიშვილი ვისთვისაც მუშაობდი რეალურად და ვერცეთ გადაცდომას ვერ ნახავთ ჩემს მოღვაწეობაში მე რომ რამე გადაბრუნებულად გამეკეთებინოს მისთვის. სწორედ მისთვის, ამ ურჩხულისთვის, ამ მატყუარ ადამიანისთვის, ამ ხარბი ადამიანისთვის, რომელსაც ვერ მოუნელებია უბრალოდ რომ ვიღაცა მასზე ჭკვიანი აღმოჩნდა და გარკვეული ინვესტიცია გააკეთა სარფიანი, სწორედ მაგისგან დასაცავად გამომადგა ეს ჩანაწერი და რა წამსაც კი მივიდა ეს ჩანაწერი პროკურატურაში, მან თავისი პირველივე ჩვენება თავდაყირა და აყენა და თქვა რომ ამ ჩანაწერს რაც შეეხება მე ამაზე საერთოდ არ ვისაუბრე, იმიტომ რომ არც ჩავთვალე საჭიროა. ანუ ის რომ ჩვენ მე მივედი მასთან სათხოვნელად, რომ ამაზე მთელი საბანკო პროცედურები ქონდა გავლილი, მან თავის პირველ ჩვენებაში არ ახსენა. მან უბრალოდ თქვა თითქოს და მე მივედი და მას ინვესტიცია შევთავაზე. ხოლო როგორც გამოჩნდა ჩანაწერის საქმეში, მან მეორე ჩვენება მისცა და დაადასტურა, კი მანამდე საუბრობდით სესხზე, მაგრამ ბოლოში მე უარი ვთქვი და შევედი როგორც ინვესტორი. კი ბატონო. კიდე ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ზესაუბრობს თავის მეორე ჩვენებაში და ამ კვირაში მე გავასაჯაროებ ამ ჩვენებებს და ძალიან ბევრ დეტალს. კი ბატონო. ბატონ გიორგი, აი თქვენ ბრძანეთ რომ ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს რომ რაღაცნაირად აი მალე დაასრულოს ეს სასამართლო პროცესები. ელოდებით რომ ეს სასამართლო პროცესები ისე დაასრულდება რომ თქვენ აღმოჩნდეთ გისოსებს მიღმა? ივანიშვილი აგონიაშია პირდაპირ, იმიტომ რომ თითო ჩემი სასამართლოში მისთვის დღე, თითო ჩემი კადრში გამოჩენის დღე არის მისთვის კატასტროფა, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავს მის რეალურ სახეს, მის სიხარბეს, ხედავს მის ტყუილებს და ხედავს როგორ ერთ მუშტატყავს შეკრული მთელი ეს სასამართლო და ჯიბეში აქვს შადებული.
ამასავლეს და ეს ტკივა, ნებისმიერი გამოჩენა, ნებისმიერი ჩემი სიტყვა და ნებისმიერი ჩემი მხილება. და მე ვკიდებით, რომ კიდევ ძალიან ბევრი მხილება იქნება და არანაირი დაჩქარება არ უშველის ამ დამნაშავე ადამიანს, რომ პასუხი აგოს, ახლა თუ არა მომავალში. არაცდება მას, არც მას არაცდება პასუხისგება და არც იმ დანაშაულებრივ ბანდას, რომელიც პირდაპირ ფარავს მის დამნაშაულებას, ვინც ურცხვად მოდის სასამართლოში და პირდაპირ ცუჩვენებებს იძლევა. უნდა გცხვენოდეთ, იმიტომ რომ შვილები გეზდება თქვენ ქვეყანაში და მე გისურვებთ ყველას, თქვენს, ივანიშვილსაც, რომ თქვენ შვილებს ცხოვრების მანძილზე არ შეხვედროდნენ ისეთი ურჩხულები, როგორიც თქვენ თვითონ ხართ. ამას გისურვებთ. კი ბატონო, დაკავების ნაწილს მივუბრუნდები ისევე. გააქვთ ბატონ გიორგი ესეთი მოლოდინი? კი. ხომ არ ყოფილა ყველაფრის მოლოდინი მაქვს მე. ერთსაც ვიკითხავ, აი სასამართლო პროცესების მოლოდინი მაქვს. დიახ. კი. ყველაფრის მოლოდინი მაქვს და რა თქმა უნდა ყველაფრისთვის მზად ვარ. მე კიდევ ერთხელ განაცხადე, მე ჩემს სიმართლეს ბოლომდე დავიცავ საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. არ მეშინია არც ივანიშვილის პროკურატურის, არც მისი სასამართლოსი, არც მისი კრიმინალების და არც მისი ციხის. მე ერთი სიმართლით დავდივარ და ამ სიმართლით ყველგანვივლი. მათ უნდა ეშინოდეთ სიმართლეს და მათ ეშინიათ სიმართლეს და ამიტომაც ვერც კი ბედავს შემთან შეხვედრას. გაურბის შემთან შეხვედრას. იმიტომ რომ მას არ აქვს სიმართლე და მე ვერ დამელაპარაკება და ვერ წამიყენებს პრეტენზიას. სასამართლოს მიღმაც გიცდიათ? პირდაპირ ეთერში ვამბობ. თუ კაცი არის, შემხვდეს და პირისპირ წამიყენოს პრეტენზია და მე ჩემ პრეტენზიებს წაუყენებ. თუ კაცი არის, თუ არა და ამოეფაროს როგორც ლაჩარი სასამართლოს, ამოეფაროს როგორც პროკურატურას. მე მაინც ვიცი რომ მასთან როგორ დარბოდნენ ეს პროკურორები და მოსამართლეები, რომ მისი თანამშრომლები არიან. შეიძლება გარეთ ვიღაცისთვის შოუს დადგმა უნდა, მაგრამ მე ამ შოუს ვერ დამიდგავს და ამიტომაც ვეუბნები და კიდევ ერთხელ პირდაპირ ტელევიზიით მივმართავ. თუ ხარ კაცი, შემხვდი და პირისპირ წამიყენე პრეტენზია რაც გაქვს. თუ არა და გააგრძელე ესე ლაჩრულად, ამოფარებულად სასამართლოს ამოეფარო და ისე იმოქმედო ვითომ და რაღაც გამოგონილი საბუთის სახით. ბატონ გიორგი, სასამართლო პროცესების პარალელურად თქვენ რადგან ამბობთ რომ შემხვდესო, ესე იგი გიცდიათ რომ შეხვედროდით მას სასამართლოს მიღმაც ალბათ და მისი მხრიდან ხომ არ ყოფილა აი ამ პროცესის დაწყების შემდეგ რაიმე ტიპის გზავნილი, არ ვიცი, შემოთვლა, რამე ან რაღაც მოგვარების დაალაგების სურვილი ან მუქარა პირიქით, აი ბოლო პერიოდში მაინტერესებს ვკითხულობ. მე მას როდესაც კი პირველ დღეს პროკურატურაში დაამბარეს, რომ გამოვედი, მივწერე. შემდგომაც ჰქონდა მცდელობა მისი ადვოკატის მეშვეობით, თუმცა ის საუბრობს ამ თავის ასტრონომიულ თანხებზე, რომ აი ამას როგორ კი პასუხად რომ მიწერეთ? შეუთხარი, რომ იქ თანხებზე მე თავის დროზე მიპასუხა ადვოკატს გაისაუბრე და მე მომჩივანე ვარო, თუმცა შემდგომ როცა იყო საუბარი უკვე ჩვენი ადვოკატების მეშვეობით და როდესაც მე მას უთხრა რომ მე მინდოდა შეხვედრა, მან ისევ ასე ვთქვათ დაიწყო ამ თანხებზე საუბარი. მე ცალსახად უთხარი, თანხებზე საუბარი ჩვენ შორის არ იქნება თქო. იმიტომ რომ მე არაფერი არ მართებს მისთვის, მე არასოდეს არ ყოფილვარ მისი ბიზნეს პარტნიორი და მას რომ მქონოდა შემოთავაზება, მე ამ არათანასწორო პარტნიორობაში არ მივიდოდი, იმიტომ რომ მე ნანახი მქონდა ის როგორ ექცევა თავის პარტნიორებს და როგორ ცოლის თავის სიტყვებს და შესაბამისად არ მინდოდა და არ გავხდებოდი ამ მსგავსი პარტნიორობის წევრი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი გიორგი ბაჩიაშვილი პასუხობდა დღის ამბების შეკითხვებს.